ქალბატონი ქეთევან დევდარიანი შემოგვიერთდა. დადიანი ბოდიშს ვიხდი. ბაგაბაღების სააგენტოდან ჩვენ უნდა ვისაუბროთ საკვებზე, რომელსაც ჩვენი შვილები ბაგაბაღში მიირთმევენ. ახალი მენიუ აქვს ბაგაბაღს, როგორც ვიცით, ყველა საჯარო ბაგაბაღში შემუშავდა ერთიანი მენიუ, რომლის ავტორიც თქვენ ბრძანდებით. როგორც ვიცით, განახლებული მენიუ. სწორედ ამასთან დაკავშირებით გვაქვს ჩვენ შეკითხვები. რატომ მოხდა განახლება პირველ რიგში გვაინტერესებს, რატომ გახდა საჭირო? კი ბატონო, ჯერჯერობით უბრალოდ მინდა დავაზუსტო, რომ მართალია მე ვიღებდი მონაწილეობას ამ მენიუს შემუშავებაში, თუმცა ასე ავტორი გახლავთ თუ შეიძლება ასე ითქვა სანიტარის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი. სწორედ აი ამ ინსტიტუტთან გააფორმა ხელშეკრულება ბაღების სააგენტომ და მოგცა დააკვეთა, რომ შეგვემუშავებინა ახალი მენიუ. საქმე იმაში გახლავთ, რომ მთავრობის დადგენილება არსებობს, ასეთი 78 დადგენილება, ეს არის ტექნიკური რეგლამენტი, რომლის მიხედვითაც არის გაწერილი საბავშვო ბაღებისათვის და ბაგებისათვის კვების ორგანიზების წესები და მასში არის დადგენილი კალორაში, 2 ასაკობრივი ჯგუფისთვის გაიზარდა, რომელიც ჩემი შვილი ხშირად ამბობს, რომ ბოლომდე ვერ მიირთმევს იმ საკვებს, რასაც სთავაზობენ, რაც შედის მენიუში და ეს ბუნებრივია, კარგია და დადებითია, ხო? იცით რა? და იმის თქმა, რომ გაიზარდა რაოდენობა საკვების. იცით რაშია საქმე? ეს მე ვთვლი, რომ არის ფუფუნება. ფუფუნება, რომლის უფლება, ასე ვთქვათ, ჩვენმა ხელისუფლებამ მისცა ბავშვებს, იმიტომ რომ ასეთი გაზრდილი კალორაჟის პირობებში ბავშვებს აქვთ არჩევანი საშუალება. და რაც უყვართ და მოსწონთ, ის მიირთვან. იცით რაშია საქმე? რა თქმა უნდა, კვების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქცია არის საგემოვნო სამოტივაციო ფუნქცია, ანუ როცა დააგემოვნებ, შემდეგ გაქვს მოტივაცია, რომ ის საკვები მიირთვა, თუმცა აბსოლუტურად ბავშვების გემოვნებასაც ვერ დავეყრდნობით, იმიტომ რომ არსებობს მეცნიერული მტკიცებულებები, საფუძვლები, რომლის მიხედვითაც მენიუში უნდა გაიწეროს ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, კალორაჟი, აი ყველა ის მთავარი ინგრედიენტი, რომ დაკმაყოფილებული იყოს ბავშვთა ფიზიოლოგიური სამჯერადი კვება არის, ხო? სამჯერადი კვება გახლავთ საბავშვო ბაღში, ეს არის დილის საუზმე, ძირითადად რომელიც შემოიბარგლება ფაფით, რძის პროდუქტებით, ნუ ჩაი, კაკაო, ყველი, კარაქი, ეს აუცილებლად. ხილიც მე მგონი ცალკე, ხო? შემდეგ 12 საათზე ბავშვები მიირთმევენ ხილს. და ეხლა ჩვენ შევთავაზეთ ბავშვებს გარდა ვაშლისა კიდევ სხვა ხილი, მათ შორის ბანანი, რომელიც ძალიან უყვართ პატარებს და თუმცა ზოგიერთი ბავშვი ალერგიულია ბანანზე. იცით რა შეა საქმე, რაც შეეხება ალერგიულ ბავშვებს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბაღებში არის სააგენტოში არის მოთხოვნა ბაღის გამგეებისგან, რომ მათ წარადგინონ ალერგიული ბავშვების სია. მშობლებს გთხოვენ ამას ნამდვილად. დიახ და ქალბატონ ქეთევან, რამდენად გამჭვირვალეა, თქვათ, აი ეს ამოქმედებული სისტემა ყველა ბაღში, ანუ საქართველოს მასშტაბით და თქვათ, მონიტორინგის შემთხვევაში თუ კი აღმოჩნდა რაიმე ხარვეზები, როგორ ხდება თქვენი მხრიდან რეაგირება? დიახ, აი ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვაა, მე ვთვლი, იმიტომ რომ იცით რა შეა საქმე, მთავარი აი პროცედურა, რასაც მოიცავდა აი ამ მენიუების შექმნისა და დანერგვის პროცესი, იყო ის, რომ ჩვენ შემდეგ, ანუ ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით განხორციელდა მონიტორინგი აი ამ მენიუების იმპლემენტაციაზე. და ჩვენ აბსოლუტურად ყველა კვირის ბოლოს ქონდა შეხვედრები საბავშვო ბაღის გამგეებთან, რომლებიც იყვნენ ინფორმირებული იმის თაობაზე, თუ რა მიირთვეს ბავშვებმა, რა დატოვეს, რა მოეწონათ, რა არ მოეწონათ, ძირითადად რა მხრივ იყო პრობლემები, ასევე ეს პრობლემები არა მხოლოდ ბავშვთა გემოვნებაზე იყო დაფუძნებული, არამედ იგივე მზარეულთა საჭიროებებზე, იგივე ინფრასტრუქტურაზე და შესაძლებლობებზე და პოტენციალზე საბავშვო ბაღების და აქედან გამომდინარე ამ შეხვედრის შედეგებით ხდებოდა მოდიფიცირება აი ამ მენიუსი, ოღონდ მოდიფიცირება იმ სახით, რომ არც ძირითადი
მოთხოვნები არ დარღვეულიყო. ანუ ჩვენ მაქსიმალურად შეგვიძლებოდა მიგვეწოდებინა ბავშვებისათვის ის საჭირო ენერგია და საჭირო ვიდრე გავაგრძელებთ საუბარს, ჩვენ გვაქვს სიუჟეტი ამ თემაზე მომზადებული. ჩვენი გადამღები ჯგუფი ერთ-ერთ საჯარო ბაღში იმყოფებოდა. ვნახოთ ეს სიუჟეტი და შემდეგ განვაგრძელოთ საუბარი. საბავშვო ბაღში სიარული ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი ეტაპია ბავშვის ცხოვრებაში. მშობლებს ახარებს იმის წარმოდგენა, რომ მათი შვილები არიან კარგ პირობებში, არ აკლიათ მზრუნველობა და რაც მთავარია, აქვთ კარგი კვება. თბილისის ყველა საჯარო ბაგაბაღისათვის სანიტარიის, ჰიგიენისა და სამედიცინო ეკოლოგიის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის სპეციალისტებმა შეიმუშავეს ბავშვთა კვების რაციონი, რომელიც გასულ წლებთან შედარებით მრავალფეროვანია და მოიცავს ყველა საჭირო საკვებ პროდუქტს, რომელიც აუცილებელია ბავშვის სრულფასოვანი ზრდა განვითარებისთვის. განთიადის გადამღები ჯგუფი თბილისის 160 ბაგაბაღს ესტუმრა. ბაგაბაღი 12 ჯგუფით ფუნქციონირებდა, გასულ წელს დავამატეთ ერთი ჯგუფი, ორი ჯგუფი, სადაც ამ ჯგუფებიდან გამომდინარე 120 ბავშვი კიდევ დავიმატეთ საბავშვო ბაღში. რაც შეეხება კვების მენიუს, კვება იყო ყველა ბაღში იყო სხვადასხვა კვება, მენიუები იყო სხვადასხვა, დირექტორისა და მისი გუნდის შემადგენლობით დგებოდა ეს მენიუები და განსხვავებული იყო ყველა ბაღის მენიუ ერთმანეთთან. ეხლა წელს გაატარეს ძალიან კარგი, მე მაგალითად მიმაჩნია ძალიან მნიშვნელოვანი ის, რომ ერთი მენიუ ფუნქციონირებს ყველა საბავშვო ბაღში. ბავშვი არ უნდა განვასხვაოთ ჩვენ არც კვებით, არც მოვლით, არც ყურადღებით და აუცილებელია რომ ზუსტად ის კალორია, რაც მის ასაკისთვის არის აუცილებელი, ის მიიღოს დღის განმავლობაში. პირველი ეტაპის ეს იყო რაღაც კოშმარი რო იტყვიან, დაიბნენ ეს მზარეულები, დავიბენი ჩვენ, მე თვითონ ჩავიცი ხალათი მზარეულებთან ერთად მეც მუშაობ. ბოლოს დარეგულირდა ყველაფერი და შტატი ძალიან კარგია, სამზარეულო შტატი, ახალგაზრდები არიან, ძალიან კარგი გოგონები. გასულ სასწავლო სააღმზრდელო წელთან შედარებით 300 კილოკალორიით გაიზარდა საკვები რაციონის კალორიულობა. სიახლე დაამატეთ მენიუში და როგორ შეიძლება? ჩვენი მენიუ ძალიან მრავალფეროვანი გახდა, დაემატა სალათები, კონკრეტულად ქათმის სალათი დაემატა ბოსტნეული სალათა, ბოსტნეულის რაგუ, დაემატა ცხობები არ ქონდა. ყოველ დღე 12 საათზე გაიცემა ვაშლი, მსხალი, ბანანი, ასევე არის კომპოტის სახით სადილზე. თავიდან ძალიან გაგვიჭირდა. გვეგონა რომ ვერ გავართმევდი თავს, მაგრამ მე ყველაფერი კარგად წავიდა. სამჯერადი კვება გვაქვს, სადილზე არის პირველი, მეორე, მესამე, რომელიც არ ქონდა და ეს ჩაინაცვლა ბოსტნეულის სახით და სალათების სახით. სამზარეულოში თავიდან ვართ სულ 4 მზარეული, ანუ მყავს დამხმარეები და გამოგვიყეს დამლაგებელი, რომელიც გვილაგებს სამზარეულოს, საწყობებს და აი ამით უკვე ვართმევ თავს. საბავშვო ბაღებში კვება ყოველთვის პრობლემა იყო, რაზეც მშობლები წუხდნენ. განახლებული კვების რეფორმით კი მათ სანერვიულო აღარაფერი აქვთ, რადგან მათი შვილები მიიღებენ იმ კალორიულობის რაოდენობას, რაც დაეხმარებათ ზრდა განვითარებაში. ჩვენ მოგვეწოდა ინფორმაცია ახალი კვების მენიუსთან დაკავშირებით. კვების მენიუ შედგება უკვე 1500 კალორიისაგან. ბავშვები ღებულობენ ყველა საჭირო ნივთიერებას, რომელიც გათვლილია ამ ასაკზე. ბავშვებს აქვთ საშუალება არჩიონ დილის საუზმე, სადილი, სამხარი. თუ რომელიმე კერძი არ მოსწონთ, აქვთ საშუალება არჩევანისა, რომ მეორე კერძი მიირთვან. სააგენტოს ჩართულობა და ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ერთ-ერთი არა, ერთადერთი საუკეთესო ბაღი, რომელიც ყველანაირ სტანდარტებში ჯდება და ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს, მას ხელმძღვანელობს პროფესიონალი. ამ ბაღში შემოსვლისთანავე იგრძნობა ის მყუდრო გარემო, სითბო, სისუფთავე წესრიგი. მე მინდა უშუალოდ ჩემი შვილის მაგალითზე გელაპარაკოთ, აი გარკვეულწილად საჭიროებდა ფსიქოლოგის ჩარევას, მთელი ადმინისტრაცია, ფსიქოლოგები, სპეცპედაგოგი ჩაერთო, რომ მართას წინსვლა აქვს. სწორი მიდგომა აქვთ. აი ფსიქოლოგების განსაკუთრებით ამაზე მინდა აქცენტი გავამახვილო და მე მადლობას ვუხდი ჩემი შვილის რეაბილიტაციისთვის. წინა წლებთან განსხვავებით ახალი კვების მენიუს შედგენის შემდეგ, რომელიც მრავალფეროვანია, ბავშვებს ეძლევათ არჩევანის საშუალება. დაბრუნდით პირდაპირ ეთერში, მეტნაკლებად შეგვექმნა წარმოდგენა და მაყურებელსაც შეექმნა წარმოდგენა თუ როგორი მენიუ აქვთ დღეს საჯარო ბაგაბაღებში, თუმცა ჩვენ უფრო კარგად ვიცით, იმიტომ რომ შვილები დაგვყავს და ნამდვილად კმაყოფილი ვართ იმ საკვებით, რასაც იქ ბავშვები ბაგაბაღში იღებენ.
ნამდვილად სრულფასოვანი კვება არის, მაგრამ აი საინტერესოა, აი ეს უცხო კერძები, რომელიც თქვენ შეიტანეთ მენიუში, ხა მაგალითად მე ვიცი ზუსტად, იმიტომ რომ ბავშვი მიყვება ხოლმე, მაგალითად სტაფილოსა და ვაშლის სალათი, რაღაცა ქათმის ფილეთი მომზადებული სალათი, რასაც ბავშვები პრინციპში ხა სახლში ნაკლებად ჭამენ, ხო? როგორ აითვისეს პატარებმა? იცით რა შეასაქმე? ჩვენ შევეცადოთ, რომ დაგვერღვია, ასე ვთქვათ, არის საბჭოთა მენტალიტეტი, თუ რა კერძები უნდა ყოფილიყო საბავშვო ბაღში. მე აბსოლუტურად თავისუფალი ვიყავი ჩემს გადაწყვეტილებებში, ანუ სააგენტო არ ახდენდა არანაირ ზეწოლას. თუმცა მე მაინც მოვერიდე დაუშვათ მიმეღო გადაწყვეტილებები მენიუში ისეთი კერძების ჩართვისა, რომელიც აი ცოტა უფრო მეტ აჟიოტაჟს გამოიწევდა. აი მაგალითად ეხლა საფრანგეთში მაგალითად ბავშვები მიირთმევენ აი შედედებული სისხლის ოსისებს, ზელცებს, რაც აბსოლუტურად სასარგებლოა ბავშვისათვის. ასევე დაუშვათ ნახევრად სისხლიან მწვადს. მაგრამ მე პირადად მოვერიდე, ასე ვთქვათ, ასეთი კერძების გამოცდილება გაითვალისწინეთ ამ დროს. გამოცდილება ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველა ქვეყანა სხვადასხვა მიდგომა აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენთან მწვადი გამართლებული იქნება. საფრანგეთში მაგალითად ყველაზე მეტად ადაპტირებულია საბავშვო ბაღების კვება ოჯახის ტრადიციულ საკითხთან. კი, აი ინგლისელებს ცოტა უფრო კონსერვატიული დამოკიდებულება აქვთ, თუმცა კვირაში ერთხელ აქვთ განტვირთვის დღე და მათი განტვირთვის დღე რას წარმოადგენს? წარმოადგენს დღეს, როდესაც ბავშვებს აწვდიან იმ ისეთ მენიუს, რომელშიც ჩართული მხოლოდ ის კერძები, რომელიც ბავშვებს უყვართ. ეხლა იტალიის ბაღებს დავასრულებ. იტალიაში მაგალითად აბსოლუტურად ეტყობა საბავშვო ბაღების მენიუს, რომ ეს არის პიცის და მაკარონის ქვეყანა. ეხლა ჩვენ პრინციპში კინკალზე არ გიფიქრიათ რომ ჩაგერთოთ? ვიფიქრე ნამდვილად და ზოგჯერ ხომზეც ვიფიქრე მართალი რომ გითხრათ. თუმცა ჩვენ ჩავთეთ ტრადიციული კერძები, ხაჭაპური დაუშვათ, ლობიანი, ჭადი და საბჭოთა მენიუზე აღზრდილი. დიახ, ჭადი და ყველი ჩავთეთ. ნუ ასევე ჩავთეთ რაღაც ქართული სამზარეულოს კვალიც არის, ხო? დიახ, ჩახოხბილი ჩავთეთ და ასე შემდეგ. ასევე ნუ ჩავთეთ აი სალათები. საერთაშორისო ვაშლის და ბოსტნეულის თქვენ რაც ბრძანეთ იგივე ვაშლის და კომპოსტო სტაფილოს სალათა. თუმცა შემდეგ მონიტორინგმა აჩვენა, რომ ბავშვებმა არ მიირთვეს დაუშვათ აი ეს სალათა, ეუცხოვათ და არ მიირთვეს. ამიტომ ვიფიქრეთ თუ რითი ჩაგვენაცვლებინა ეს სალათა, იმიტომ რომ ნუ ბოსტნეულის კერძის ჩასმა აუცილებელია მენიუში და აბსოლუტურად თითქმის ყოველ დღე სადილის უმისახით ხო არა მოხარშული. სადილის მენიუში ჩვენ გვაქვს. დიახ, ყველაზე მეტად სწორედ ეს ბოსტნეულის კერძი რჩება სხვათა შორის შეუჭმელი, მე მინდა გითხრათ, მაგრამ ეს შეუჭმელი რომ რჩება, ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ უნდა შევთავაზოთ ბავშვებს, ხო? თუნდაც 10% მიირთმევდეს ბოსტნეულს და იყოს შეჩვეული სახლში ბოსტნეულის კერძების მიირთმევას, ეს უკვე გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ბავშვებს უნდა შესთავაზოს. ასევე არის ჩართული ლობიო, როგორც ვიცი და თევზი, ხო? ლობიო არის ჩართული, თევზი 4 შაბათობით არის ჩართული, შემდეგ კვირაში 5 დღიდან 1 დღე თევზის კერძი აუცილებლად, 2 დღე არის ჩართული საქონლის ხორცის კერძი, 2 დღე ფრინველის ხორცის. მე მგონი არის იოგურტები, ხო, რაც ბავშვებს ძალიან უყვართ. იოგურტიც, რომელიც ბავშვებს ძალიან უყვართ, სხვათა შორის. გამდემშობლოს არ აქვს საშუალება, რომ შვილს უყიდოს იოგურტი, რაც უკვე ნამდვილად არა მარტო იოგურტების საკითხია, უკვე შეიძლება ითქვას. საერთოდ ძალიან ძნელია შეარჩიო ისეთი მენიუ, რომელსაც აი 100%-ით ყველა ბავშვი მიიღებს და მე თანხმობით ეს ოჯახშიც საკმაოდ რთულია. მაგრამ ნუ ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ აი მრავალფეროვანი კერძების შეთავაზების ხარჯზე მიგვეღწია იმისთვის, რომ ის ბავშვიც კი, რომელიც არის უჭმელი, ის მაინც შეარჩევს აი იმ დღიურ რაციონში იმ კერძს, რომელიც მან უნდა მიირთვას. ქალტონ ქეთევან, მე ასევე ვიცი, რომ ნორმატიული აქტის მიხედვით, რომელიც შემუშავდა, იქ გათვალისწინებულია ეს მუხლიც, რომ
სხვანაირი კვება ჭირდება თქვათ ჭარბწონიან ბავშვებს, ალერგიული ბავშვები ვახსენეთ ასევე. აი როგორ ხდება აქ დარეგულირება, თქვათ, აი ჭარბწონიან ბავშვებს დიახ, იცით რა შესაძლოა, აი ამ ნორმატიულ აქტში ასევე გაწერილი არის ცალკეული მენიუები, არა მხოლოდ ჭარბწონიანი ბავშვებისათვის, არამედ იმ ბავშვებისათვის, რომელსაც აქვს გარკვეული პრობლემები, დაუშვათ საყრდენ მამოძრავებელი სისტემის მხრივ და სხვადასხვა დაავადების მქონე ბავშვებისათვის, მათ შორის ალერგიული ბავშვებისათვის, თუმცა ახლა სამკურნალო კვების სამაგალითო მენიუები ასეთი ჯგუფებისათვის მოცემული ამ ნორმატიულ დოკუმენტში და ჩვენ ახალი არ შეგვითავაზებია ეს სამაგალითო მენიუები დევს ამ დადგენილებაში შესაბამისად და ის დარჩება. აი რაც შეეხება თვითონ საკვების ხარისხს, რაც შემდგომ უკვე მზადდება, ეს თქვენს კომპეტენციაში შედის თუ არა? იცით რა აი თქვათ ხორცი რამდენად ამჯერად ჩვენ კომპეტენციაში რა თქმა უნდა ეს არ შედის, რომელთან დაკავშირებითაც ხშირად არის ხოლმე შეკითხვები, თქვათ ეს გაყინული მდგომარეობით არის. დიახ, თუმცა მე მინდა გითხრათ უბრალოდ აი რა კომენტარებიც მოდის ამასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ ბაღების სააგენტო მაქსიმალურად ეცადა, რომ ნედლი ხორცი შეეტანა და გაყინული ხორცი ძალიან იშვიათია, როდესაც გაყინული ხორცი შედის საბავშვო ბაღებში, ძირითადად ისინი არიან ორიენტირებული იმაზე, რომ ნედლი სახით იყოს შეტანილი, როგორც ქათმის ხორცი, ასევე საქონლის ხორცი. თუმცა შესაძლებელია, რომ ზოგჯერ გაყინულიც ხო? კი, კვირაში ერთხელ შესაძლებელია ეს იყოს გაყინული ხორცი. გასაგებია. და სხვა თქვათ ბოსტნეული რამ ესეც არა, ბოსტნეული აბსოლუტურად დაკავშირებით ნაკლებად შეიძლება იყოს შეკითხვები, მაგრამ მაინც. კი, არა, ბოსტნეული რა თქმა უნდა ნედლი სახით შედის. პირიქით მე დაუშვათ მინდოდა რომ რაღაც გარკვეულწილად კონსერვები ჩამერთო ხა მჟავე კიტრის სახით და ასე შემდეგ, მაგრამ მაინც რატომღაც თავი შევიკავეთ გვერდშია რომ ნედლის სახით მიგვეწოდებინა, იმიტომ რომ ნუ ნედლის სახით ბოსტნეული უფრო მეტად შეიცავს იმ მინერალებს, ვიტამინებს, შესაბამისად თერმული დამუშავების შემდეგ არ იკარგება ეს აუცილებელი ნივთიერებები და რახან ბავშვები ამას შედარებით ცოტა რაოდენობით მიირთმევენ, ამიტომაც მნიშვნელოვანია უფრო მეტად ნედლის სახით შესთავაზო, რომ მაქსიმალურად მიიღოს ეს ვიტამინი. ჩურჩხელაზე და ჩირზე რას გვერდით? მაშია. დიახ, იცით რა, ჯერ გაწილობრივ დაიმსხრა მენტალიტეტი და შემდეგ ალბათ შეიძლება უფრო თამამი ვიყოთ ამ გადაწყვეტილებებში და ჩურჩხელაც, ფელამუშიც, ღომიც და ასე შემდეგ შევთავაზოთ. სხვათა შორის, აი ამ საშემოდგომოდ არის ტრადიციები ზოგიერთ ბაღში, მაგალითად მე სადაც დამყავს თვითონ მიაღებინეს აი ამ პროცესში მონაწილეობა ფელამუშის მოხარშვაში, შემდეგ თავიანთი პატარა ხელები შემოდგომის და მოიტანა ძალიან სასაცილო გამოიყურებოდა ეს ჩურჩხელს, მაგრამ რაღაცა უხარიათ ერთვებიან ამ პროცესში. ალბათ კეთებელია, დიახ. მე მინდა კითხოთ იცით რის შესახებ, რამდენად აი ეს სისტემა რამდენად ვრცელდება ყველა ბაღზე, ანუ ჩვენ ვიცით რომ საქართველოში რატომღაც რაღაცა თავმოყრილია ხოლმე ყველაფერი დედაქალაქში. აი რა ხდება ისეთ ბაღებში, რაც თქვათ არის ჩვენგან შორს რეგიონებში, რამდენად ხდება იქ კონტროლი, რომ არ იყოს რაიმე დარღვევები და იგივე მენი ვრცელდებოდეს, რაც თქვათ თბილისში, მცხეთაში, გორში, თელავში და ასე შემდეგ. სოფლებში. მე შემიძლია გითხრათ, რომ აი ჩვენ მოგმართა მენიუს შემუშავების თხოვნით და ეს დაკვეთა მოგცა თბილისის ბაღების სააგენტომ და ასევე მცხეთის რეგიონალური ბაღების სააგენტომ. დანარჩენ ქალაქებში რა სიტუაცია მე არ ვფლობ ინფორმაციას, ანუ ეს არ შედის თქვენი არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ ინსტიტუტი, კერძო ინსტიტუტი და შესაბამისად ვასრულებთ დამკვეთის მოთხოვნებს. გასაგებია. და ეს მენიუ თქვათ შემდეგ კიდევ გადაიხედება, შეიძლება რომ ცვლილებები შეიტანოს, იმის და მიხედვით თქვათ ბავშვები როგორ არის. უმჯობესია რომ გადაიხედოს წელიწადში ერთხელ, ეს არის საუკეთესო ვარიანტი. ну 2-3 წელიწადში ერთხელ მაინც და ალბათ რა ვიცი ჩვენ ვისურვებდით მშობლები რომ საქართველოს ყველა კუთხის მენიუ ნაწილობრივ იყოს წარმოდგენილი, იმიტომ რომ ბავშვები მაინც იმას არიან მიჩვეული, რასაც თავისი მიწა თავაზობს, თავისი ქვეყანა თავაზობს. აქედან გამომდინარე მე მგონი რაც უფრო მეტი ქართული ჩვენი ტრადიციული კერძი იქნება, უკეთესია, უფრო კარგად ასე მგონია. რაც ასე მგონია ხა სამეგრელოში ბავშვს რომ გერკულესი აჭამო, ამას ურჩევნია ცხადია ღომი ალბათ, ხო? კი, მაგრამ გერკულესი
მაინც უნდა მიაწოდო. ხო, მიაწოდო კი, მაგრამ ნუ მე ვამბობ პროცენტულად თქვა რა მეტი შეიძლება იყოს რა ნაკლები. დიახ. და თვითონ აი მომარაგებაზეც მინდა კითხოთ ქალბატონ ქეთევან, აი ეს მენიუ რომ ნაწილდება შემდეგ ამ ბაღებში, ერთი კომპანიებიო თქვა ხორცის აღება ხდება ერთი კომპანიიდან, ბოსტნეულის აღება თქვა ერთი სივრციდან ხდება ამ ყველაფრის გადანაწილება საბავშვო ბაღებში. დიახ, ისინი აცხადებენ ტენდერს, ტენდერის საფუძველზე გამოავლენენ გამარჯვებულს და შემდეგ ის გამარჯვებული კომპანია მათ აწოდებს აი ამ პროდუქტებს. გასაგებია. მაინც აი სიახლე თუ გეგმავთ რომ შეიტანოთ, რომ გაგვიმხილოთ მომავალი წლისთვის, თუ ჯერჯერობით ისე დატოვებთ როგორც არის. გვინდა შევიტანოთ სიახლე, ანუ ზაფხულის მენიუ გვინდა გავამდიდროთ კიტრით, პამიდორით, ასე ვთქვათ. ანუ სეზონურად გადახალისება. სეზონურად მოვახდინოთ გადახალისება ამ მენიუს. ძალიან დიდი მადლობა. პრინციპში ჩვენ მეტნაკლებად ამოვწურეთ ეს თემა, როგორც ჩობლებს მე პირადად არ დამრჩა შეკითხვა ამ თემასთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია და კარგია ის რაც ელისაბედმაც თქვა, თუ კი აი რაღაცნაირად მოხდება მთელი საქართველოს ჩართულობა ამ პროცესში და აი ესეთი მონიტორინგის სახით და ესეთი ხშირი კონტროლის ქვეშ იქნება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორც არის ჩვენი შვილების ჯანსაღი გამოყვება და თუმცა დღეს მდგომარეობით ძალიან დიდი მადლობა ნამდვილად. კი, ნამდვილად. ვინც ამაზე იზრუნა, იმიტომ რომ ძალიან დიდი შეღავათია ოჯახებისთვის, განსაკუთრებით სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის ეს არის შეუცვლელი რამ რომ ბავშვი ბაღში ატარო და ნამდვილად იცი რომ იქ დაპურებული იქნება მთელი დღის განმავლობაში. ნამდვილად აი მე მინდა ვთქვა რომ თბილისის ბაღების სააგენტო იმდენად აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში, აი აბსოლუტურად ყველა განხილვებში მონაწილეობდა ბატონი თემური თორდინავა. თამთა ამნიაშვილი, რომელსაც უშუალოდ ეხება ეს საკითხები. ისინი იმდენად არიან დაინტერესებული, იმდენად არიან ჩართულები, იმდენად უნდათ რომ გაითვალისწინონ ყველას აზრი, რომ ნამდვილად იქნება წარმატებული, განხორციელდება ცვლილებები და სრულყოფას განიცდის, თანდათანობით მოდიფიცირებას განიცდის და მე მგონი მშობლები უნდა იყოს დაკავშირებით, როგორც ვიცი, ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა ბაგაბაღებში, იმიტომ რომ შეიძინეს ის საჭირო ნივთები, ბაღის გამგეები, მოსაზელი აპარატები, ხო, ცომის აპარატები და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ბაღის გამგეებიც აი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ აი ბავშვებს მიაწოდონ მართლა აი მენიუში გაწერილი სურსათი ყოველგვარი წესების დარღვევის გარეშე და ისინი ცდილობენ ამისათვის აი მაქსიმალურად მოსთხოვონ ბაღების სააგენტოს რომ შეიძინონ აღჭურვილობა, კვაბები, ღუმელები და ასე შემდეგ რომ უზრუნველყონ ბავშვები მაქსიმალურად მენიუს შესაბამისი. ბოლო კვება არის თვართები 5-ის ნახევარზე და არის დაბალკალორიული, ხო შედარებით ყველაზე დაბალკალორიული, დიახ, ყველაზე დაბალკალორიული არის ვახშამი ბაღში, იმიტომ რომ მშობლებს როდესაც მიყავდა ბავშვები, ალბათ შემდეგ კიდევ შესთავაზებენ. იცით, ძალიან მნიშვნელოვანია ეს, რომ არის კიდევ უხვის საკვები, ახლა მე გამეცინა ჩემთვის გამახსენდა ძალიან მიყვარდა ხოლმე ხაჭაპური და არ მყოფნი და როგორც ჩანს, იმიტომ რომ ისე ნელავჭამდი ამ ხაჭაპურს, ასე ბოლოს დავტოვებდი ხოლმე, აი ესე ჩავყვებოდი ამ სამკუთხედს და ის ნვიზო გავდინელა, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო ეს სიტყვება ჭამისა და კარგია ის, რომ დიახ, აი ძირითადად ეს ცომეული გვაქვს ვახშამზე შეთავაზებული. ხაჭაპური, ეს ლობიანი, ეს ღვეზელები, ბლინები, გრენკები და ასე შემდეგ ძირითადად ვახშამზე გვაქვს შეთავაზებული. და მნიშვნელოვანია ეს ნამდვილად. წარმატებებს გისურვებთ ამ კუთხით. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა, მაყურებელს შევახსენებ, სტუდიაში საუბრობდა ქალბატონი ქეთევან დადიანი, ქალბატონი, რომელმაც შეადგინა საჯარო ბაგაბაღების მენიუ. დიდი მადლობა.